ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მაწუხებდა მხედველობის პრობლემები, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ შორს მიჭირდა ხედვა და თუ ცოტა დაღლაზე დაემატებოდა ამ ყველაფერს, ახლოსაც ვეღარ ვარჩევდი ვერც საგნებს და ვერც ადამიანებს. წლების განმავლობაში მქონდა გამოცდილება სათვალის ლინზებსაც ხმარობდი, მაგრამ დიდი დისკომფორტი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ ლინზების შემთხვევაში დილას აღამოს უნდა ცვალო, რაღაც პერიოდულობით უნდა ცვალო და სათვალეც ხან მეკაწრებოდა, ხან მეღუნებოდა, მოკლედ მიფუჭდებოდა ხშირად და ტარებაც დიდად საჩემო არ არის სათვალის ტარება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ბოლო რამდენიმე ლაივზე მახსოვს, რომ არც ლინზა მეკეთა, არც სათვალე მეკეთა და წინ აუდიტორიაში აზელილ ფიგურებს ხედავდი ხალხის მაგივრად, რაც ასევე არ იყო ჩემთვის სასიამოვნო, იმიტომ რომ ნირჩევნია ვხედავდი ადამიანებს, რომლებიც მისმენენ. პაციენტმა მოგვართა მხედველობის გაუარესების ჩივილით, მას ჩაუტარდა სრულყოფილი კვლევები და დაესვა ასტიგმატიზმის დიაგნოზი. ასტიგმატიზმის დროს, როგორც წესი, მხედველობა ნებისმიერ მანძილზე ბუნდოვანია, რაც დიდი დისკომფორტია პაციენტისთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში. თანამედროვე მედიცინა გვთავაზობს ლაზერული კორექციის შესაძლებლობას, რაც ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს. სხვადასხვა ადამიანებისგან მქონდა გაგებული შედეგების შესახებ და მეც დავფიქრდი, რომ რატომაც არა, თუ შემიძლია რომ რამდენიმე წამში შევცვალო ჩემი ცხოვრება და გავაუმჯობესო, რატომაც არა. ფემტექსონური ლაზერული კორექცია პროცედურაა, რომლის შედეგადაც ხდება რეფრაქციული ბანკების, მინუსის, პლუსის და ასტიგმატიზმის ანულირება, ანუ მათი მოცილება და პაციენტის სამუდამო ემშვიდობა სათვალეს და კონტაქტურ ლინზებს. ოპერაციიდან მეორე დღეს მახსოვს, რომ გავიხედე იმ ფანჯრიდან, საიდანაც ყოველდღიურად ვიხედები ხოლმე და აღმოვაჩინე საგნები და ფერების მრავალფეროვნება, რასაც იქამდე თურმე ვერ ვხედავდი და იმდენად მიჩვეული ვიყავი, რომ ვერ უნდა ვხედავდე რაღაცებს, რომ არ მეგონა თუ რაღაცები არსებობდა საერთოდ, რამაც რომ პირველი გაკვირვება გამოიწვია მეორე დღიდან და დაიწყო რაღაცების შემჩნევა და რაღაცებით აღფრთოვანება, რაც დავიწყებული მქონდა საერთოდ. და მახსოვს, რომ უგზავნიდი ჩემ მეგობრებს ვიდეოებს, რომ ამას თქვენ ხედავთ ყოველდღე, ამას თქვენ ამჩნევთ და ამ პრივილეგიაში ცხოვრობთ. და აღმოჩნდა, რომ ეხლა მე მგონი მათზე კარგად ვხედავ, ვისაც 100%-იანი მხედველობა აქვს ჩემი რგვლი. ოპერაციამ წარმატებით ჩაირა და პაციენტი მეორე დღეს დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს. მინდა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ლაზერული კორექცია არის ხანმოკლე პროცედურა, გაუტკიურებელი ხდება თვალის წვეთების საშუალებით და არის სრულიად უსაფრთხო. ოფთალმოქირურგი ალბათ თავისი კარიერის განმავლობაში ბევრ მსგავს პროცედურას ატარებს და ბევრ პაციენტს იღებს, მაგრამ შენთვის, როგორც ერთი პაციენტისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი წამები არის. და მგონია, რომ მაგ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ექიმის მხრიდან რაღაც ყოველ ნაბიჯზე მოგცეს გარანტია, რომ ყველაფერი კარგად ხდება, დაგამშვიდოს, მიგითითოს ძალიან ისე ადამიანურად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პროცესში და ეგ განცდა მქონდა, სიმშვიდის განცდა მქონდა პროცესის დროს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ნიუ ჰოსპიტალში აღჭურვილია ცაისის და შვინდის მაღალტექნოლოგიური ფემტოექსონური ლაზერული აპარატებით, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი სიზუსტით და სანდოობით.